რომელი წიგნი ან ფილმი შეიძლება იყოს საუკეთესო მრჩეველი სტარტაპერისთვის? ნუ არის ესეთი ეპოქალური სერიალი, რომელსაც ქვია სილიკონის ველი. ეს არის იმდენად საინტერესო ნატურალური ფილმი ყველა იმ პროცესის შესახებ, რომელიც ვითარდება სილიკონის ველზე, ურჩევდი ყველას რომ ნახოს შეიგრძნოს რა პროცესები მიმდინარეობს ამ ეკოსისტემაში კი სილიკონის ველი. წიგნების ნაწილში რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო წიგნი არის პიტერ ტილის მიერ დაწერილი წიგნი Zero to One, ასევე სხვა წიგნებიც და ნუ ბევრი საინტერესო წიგნი გამოსმა. თვითონ კინოს შემთხვევაში რა თქმა უნდა სოციალური ქსელი ძალიან საინტერესო არის. რომელიც ვითხრობს ფილმი სოციალური ქსელი social network ასევე ფილმი Apple-ის დაფუძნების შესახებ, ფილმი Spotify-ის დაფუძნების შესახებ და სხვა. ანუ ბევრი საინტერესო ესეთი დოკუმენტური რეალურ ისტორიას დაფუძნებული ფილმი გამოვიდა, რომელშიც ბევრ საინტერესო მომენტს ნახავ. მაშინ BlackBerry-ზეც არის საინტერესო. ხო, BlackBerry-ზე ძალიან საინტერესო. და იქ აჩვენებს, ანუ როგორ გაუშვეს ეს მომენტი, როდესაც ვერ გაათვისო. საოცარი დაქონდა. ანუ რატო ბაზრის რატო ვერ წარმოედგინათ. ეს არის ტვინის ესე ვთქვათ ესეთი თვისება, რომ ძალიან უჭირს ინოვაციების აღქმა და როგორც წესი ტვინი ყოველთვის ცდილობს გამარტივებას, გარემოსი რაც აქვს status quo bias ქვია, ამიტომ შეშინია ინოვაციების. მან პრობლემა ალბათ მდგომარეობაც იყო, ხო, მაშინ რა მდგომარეობაც იყო BlackBerry, ანუ რეალურად ბაზარზე თან კარგი ზრდა, რაღაც დომინანტური პოზიციები და ალბათ მაგანაც განაპირობა, რომ მოდი არ გაურისკოთ და ვერ დაინახეს მომავალი. კი, და ესე უშვებენ, ესე ვთქვათ, ასეთ შანსებს ძალიან ბევრი კომპანია. ნებისმიერი სტარტაპის გენერალური დირექტორი შეგიძლია იყოთ მსოფლიოს მასშტაბით. რომელს ერჩევთ? რომელს ავირჩევდი, რა თქმა უნდა, Apple ძალიან საინტერესო კომპანია არის მისი განვითარების პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის Google-ის გენერალური დირექტორი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყო ამ კომპანიის და ვხედავ მის შესაძლო პრობლემებს განვითარების ნაწილში და შესაძლო მომავალში Google, იმიტომ რომ ვერ აუწყო ფეხი იმ ტენდენციებს, იმ პროცესებს, რომელიც ეს მინდა და ვფიქრობ, ბევრი რაღაც საინტერესო ცვლილებები შეიძლება გაკეთდეს. Google-ის გარშემო მსოფლიო ვერ წარმოვიდგენია. მათ შორის მე ვიყავი შარშან Google X-ის ოფისში, სადაც ხდება რევოლუციურ ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა, მაგრამ რო გითხრათ რომ რაღაცა რევოლუციური იყო. არა. ხო, მოგატყუეთ. ეს ისევ არის იმითი განპირობებული, რომ უფრო მეტად ხდება ეს მენეჯმენტისგან წამოსული იდეების ხორცშესხმიდრე ამ სოფლიოში იდეების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობა. საინტერესო რომ აი ჩელენჯი რომ Google-ს ჩელენჯები რომ ისე გავხადო make Google great again. Google great again. რომელ ქვეყანაში ან ქალაქში დაიწყებდით სამეწარმეო საქმიანობას? ეს ნულიდან არჩევანი რო შეუძლებელი იყოს. ხო, ნახეთ, ძალიან საინტერესო არის სილიკონის ველი და იქ ამ ტალანტების სიმრავლე და იმ ტალანტებში კონკურენტუნარიანობის მოპოვება. იმიტომ რომ ანუ ხა შეიძლება ეს გამომივიდეს, მაგრამ თვისება ავსტუ ჩამოყალიბდა, რომ რაღაცებს ასწორებს საქართველოში ცოტა ადრეული არის. ის და მე მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს კარგი არის და ნუ ზოგჯერ ეს გამოდის, ზოგჯერ არ გამოდის. თუ ანუ ვიღაც აღმოჩნდება, როგორც მაგათაც აი ძიჭას ვაკეთებთ, ვინც დაიჯერა, ხო, ეს მენეჯმენტი ნუ სამის დროში უსიშველი საქმეები, მაშინ ეს პროცესი წავა, მაგრამ ესეთი ადამიანებიც ცოტა არის, ვინც შეიძლება დაიჯეროს. იქ ცოტა სხვანაირი სტრუქტურა არის, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტალანტი არის, ინოვაციები ძალიან გავრცელებული არის, იქაც ყველაფერი ეს ნაცნობ ფოფორზე არის ნახეთ.
დახმარებული და იქაც რთული არის როგორც მე აღმოჩინე ამ ინოვაციების კონცეფციო თუ შესაბამისი სტატუსი არ მოიპოვა. კი ბატონო. რა არის ყველაზე ცნაური რამ თქვენს კარიერაში რაც მოხდა უკავშირდება სტარტაპს და დღესაც გიღიმებათ გახსენებაზე? ხო, ну, მაგალითად ეს ცნაური არის, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ვენჩურული ინვესტორი. ეს მე რო უგვირდები, ან ეს ძალიან რთული პროცესი არის, ანუ რომ გითხრათ, ეს არის იმდენად რთული პროცესი, მათ შორის პირველი ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბება საქართველოში გაცილებით რთული ვიდრე აკეთებს სტარტაპს. იმიტომ რომ დღეს მე მიწევს ადამიანებს დარწმუნება, რომ სტარტაპებში ჩადონ ფული იმ გარემოში, როდესაც ყიდულობენ მეხუთე ბინას Range Rover-ის და ასე შემდეგ და უნდა გადავარწმუნო, რომ იცი რა ვენჩურული ინვესტიცია არის აბსოლუტურად იგივე ტიპის მექანიზმი, რომელთაც შენ აზღვევ შენს საინვესტიციო პორტფელს, იმიტომ რომ სხვა ტურბულენტობის სტრუქტურა აქვს. ანუ რისკი პირიქით გაურკვევან ცუდ დროს აქვს მეტი სხვა თარგებს ვიდრე IT-ს. ან პირიქით როდესაც ცუდად არის ყველაფერი IT იზრდება. ხო. COVID-ის დროს Zoom იზრდებოდა, 2008 წელს ამერიკაში კრიზისის დროს Netflix-ი გაჩნდა, Shopify გაჩნდა და ასე შემდეგ. ხო, შესაბამისად ამ ვენჩურული მართულებით როგორც ვაგზელებ ხალხის დახმარებას, მაგრამ მეორე მხრივ ამ ძალიან რთულ პროცესში ვარ ჩართული. ეგ უფრო რთული საქმეა, ვიდრე რაღაც სტარტაპი დაიწყო და შენთვის აკეთო საქმე, რომლისად გჯერა და სხვებთან ნაკლები კონდეს რაღაცა ის კომუნიკაცია.